აქ ჩვენი დამაკავშირებელი ამ კამათში არის პოლიტიკა. რაზე კამათი? პოლიტიკაზე გეკამათები. კი ბატონო, პოლიტიკურად. ხო. ივანიშვილი თქვენ მიგაჩნიათ არ არის რუსიის? ერთი კითხვა მაქვს მაშინ, ერთადერთი კითხვა თქვენთან, სააკაშვილის ერთი წამით. თუ თქვენ როგორც პრეზიდენტი. ხო, თუ თქვენ ჩემი არჯერათ და თუ მე თქვენი არჯერა ჩვენს ლაპარაკს რა აზრი აქვს მითხარით და კი ბატონო. მე გეკითხები თქვენ. და გიპასუხეთ და არჯერაო მეულები. არა, არჯერაო და მაშინ რა გითხეს არის ყველაფერი ბატონო ლევან დემაგოგია. თქვენ რაც არ უნდა დემაგოგია თქვენ ლაპარაკობთ. დემაგოგია. მე საერთოდ არ ვილაპარაკე არაფერი ჯერ. საქართველოს ოკუპირებული არის თუ არა? არის. არის? თქვენი ლიდერი რატომ არ ამბობს ამას? როგორ არ ამბობს? როდის თქვა? არ მილიონჯერ თქვა, მილიონჯერ. რამდენჯერ განა საქართველოს ტერიტორიები მინდა გასაგებია აი კაცი მოსული პრეზიდენტი ხო არის საქართველოს რუსეთთან საქართველოს ოკუპაცია ვინ გააკეთა რუსეთმა თუ ვინ იყო პრეზიდენტი მაგდროს პრეზიდენტი თავი განაცხადა ტერიტორიები ვინ ვის თავარსარდალი კარგავს ქვეყნის აი ამიტომ ხარ თქვენ რუსული ორიენტაციის კომუნისტები აქ ხალხი დგას რომელსაც დღეს მე აგიტაციის უფლება მაქვს თუ არა მე შეკითხა გეკითხებით ამ ხალხს ამ ხალხთან ლაპარაკის უფლება მაქვს მანდატები კომუნისტური მანდატები მე გეკითხებით უფლება მაქვს თუ არა შენახული მე გეკითხებით ჟურნალისტებო მე მაქვს თუ არა უფლება ხალხს ველაპარაკო მაქვს უფლება ელაპარაკეთ მოაჩვენეთ მაშინ მოაჩვენეთ რუსული ორიენტაციის და თვითონ გადაწყვიტავენ რუსული ორიენტაციის ხარ მე შეკითხვას შენ როგორ შეხარ ამჩევენ ისე ამჩევენ როგორი შენ არ მეკითხება შენ ის არ დააცალო რუსული ორიენტაცია არ უნდა შეგეთ ფაქტებს ბოლო 8 წლის განმავლობაში ხას უსვა თუ კი რამე ბიზნესი არის საქართველოში ყველაფერი მიყიდა რუსებს შენო პრეზიდენტი თუ კი რამე ბიზნესია წყალი დენი გაზი მარგანეცი ოქრო ბიზნესი და პოლიტიკა დიდად როგორ გეგადრება დიდად გასწავლდება ჩვენ ამის შესახებ გაფრთხილებულები ვიყავით წინასწარ რომ ეს ადამიანი აუცილებლად მოვა და აუცილებლად შეგეშლით ხელსო მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა რომ იმათაც ალბათ უნახავენ ამ ჩვენ საუბარს რომ დამშვიდნენ დაწყნარდნენ არაფერი საოცრება ქვეყანაში არ ხდება მედით ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია და ესე იგი მე უთხარი ასეთი რამ რომ თუ თქვენ ჩემი არჯერა და მე თქვენი ამჯერა მაშინ ჩვენ საუბარს რა აზრი აქვს მეთქი და მართლა არ ქონდა აზრი და ნუ იყვირა და ბოლოს წავიდა ეგ არის და ეგა ის არის რომ თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ აბსოლუტურად სხვა პოზიციები მაქვს ამ ქვეყანაზე და